გამარჯობა მეგობრებო. დაგიბრუნდით ხანგრძლივი პაუზის შემდეგ. ჩემი ჯადოსნური სამყაროთი გადავწყვიტე ასეთი ფონით შეგხვედროდით ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ვინაიდან გვაქვს სახალხო განწყობა და შესაბამისად სურს თქვენს შეგიქმნათ იგივე განწყობა, რაც მე გამაჩნია. მას ასე ჩემოკარგებო, დღეს მინდა შემოგთავაზოთ ასეთი მორიგი გაშლა ეშინია მას თქვენი დაკარგვის თუ არა. თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება, რა თქმა უნდა ჩაიფიქროთ, გვარი სახელი, ასაკი და კონცენტრირდით ამ პიროვნებაზე და ნახოთ რამდენად ეშინია მას თქვენი დაკარგვის. მეგობრებო, ეს პიროვნება შეშინებული არის, ცოტა იცით როგორ არის, თავიდან უფრო მსუმბუქად იყო ამ ყველაფერთან განწყობილი, ანუ არ ეგონა რომ თქვენ ამ პიროვნებას შეიძლებოდა დაშორებოდით, არის იმისი ალბათობაც რომ ნახეთ იყოთ ახლა ამჟამად დაშორებულები და პიროვნება ცდილობდეს ურთიერთობის აღდგენას. თქვენსკენ მოემართება ძალიან ისეთი შემართებით, ეს პიროვნება ჩანს საკმაოდ შეძლებული, ჩემოკარგებო. და ვნახოთ სიმძიმეში ამოდის ეს პიროვნება, ძალიან ეშინია თქვენი დაკარგვის, სამუდამოდ რომ წახვიდეთ მისი ცხოვრებიდან და შესაძლებელი არის ისიც რომ თქვენ უკვე მიღებულიც გქონდეთ ზოგიერთ თქვენთაგანს გადაწყვეტილება, რომ ეს ურთიერთობა დაასრულოთ სამუდამოდ და არ გამოვრიცხავ იმასაც რომ თქვენ თუნდაც წასვლას აპირებდეთ ემიგრაციაში ამ ეტაპისთვის, ან სხვა ქვეყანაში გადასახლებას, ჩემოკარგებო. ნამდვილად არ გამოვრიცხავ მაგას, მაგრამ პიროვნება მაინც არ ყრის, ასე ვთქვათ, ფარხმარს, ვინაიდან საკმაოდ, მოდით ასე გეტყოდით, ეს პიროვნება არის საკმაოდ ეშმაკი, საკმაოდ ძლიერი, იცით, მანიპულატორი არის. მას შეუძლია ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსვლა სათავისოდ. და ვნახოთ კიდევ რისი ეშინია ამ პიროვნებას თქვენთან მიმართებაში. ნახოთ. ჩემოკარგებო, მას ეშინია ნახეთ რისი, რომ თქვენ ხართ ძალიან შეუპოვარი, ძალიან ძლიერი და ეშინია ასევე რომ თქვენ ცხოვრებაში სხვა მამაკაცი არ გამოჩნდეს ნამდვილად და არ გამოვრიცხავ იმასაც რომ თქვენ ცხოვრებაში იყოს რაღაც დონეზე ფლირტი, ანუ სხვა კანდიდატი ჩანდეს უკვე თქვენ ცხოვრებაში. რაღაცა სიახლეს უნდა ელოდოთ უახლოეს პერიოდში ამ პიროვნებისგან და ვნახოთ, მოდით თვითონ რჩევას, რას მოგცემთ ტარო რჩევას ამ პიროვნების შესახებ. ჩემოსაყვარელებო, ნახეთ, ზოგიერთი თქვენთაგანი კი შესაძლებელი არის უკვე დავიწყებული გქონდეს, ანუ ზოგიერთ თქვენთაგანს ხო შესაძლებელი არის სხვა პიროვნება ჩანდეს თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ ზოგიერთი თქვენთაგანი ასევე ვინაიდან არის ეს საჯარო გაშლა, საკმაოდ დეპრესიული ფონში იმყოფებით ამ ეტაპისთვის, ანუ ამ დეპრესიიდან უკაცრავად გამოდით აუცილებლად და რაც მთავარია, სიძლიერე დაანახეთ ამ პიროვნებას, რომ აქეთ თვითონ შეგეხვეწოთ, მიხვდეს ვინ დაკარგა, რა დაკარგა და ასე შემდგომ ჩემოკარგებო. ერთი სიტყვით ამ ადამიანს ეშინია და ნამდვილად უნდა აღდგენა ურთიერთობის და სამომავლოდ უკვე თქვენზე არის დამოკიდებული, რას როგორ განახორციელებთ, ჩემოკარგებო. ახლა კი დაგემშვიდობებით და გეტყვით, რომ უკვე პირადი ინდივიდუალური გაშლები ჩემთან აღსდგა და შესაბამისად შეგიძლიათ დამიკავშირდეთ 577 68 44.